დავიწყოთ რიშის საკითხით და იმ გამოხმაურებებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ ტრამპის მიერ გამოხატული მხარდაჭერის შემდეგ. ანა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. არსებული სურათი ასეთია, რომ ქართული ოცნების მიერ Deep State-ის წარმომადგენლად დასახელებულ სენატორს სრულ მხარდაჭერას და აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დღეს ვნახეთ გამოხმაურება ამ საკითხზე, რომელიც საქართველოს თემას არ უნდა დავუკავშიროთ, რომელიც შიდა პოლიტიკის საკითხია ამერიკის. რა არის თქვენი შეფასება აი ამ პასუხის გათვალისწინებითაც, მათ შორის რომელიც მოისმინა საზოგადოებამ? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის უპირობო და სრული მხარდაჭერა, რომელიც ბატონი რიშის მიმართ საჯაროდ განაცხადა დღეს ამერიკის პრეზიდენტმა. იმიტომ რომ ბატონი რიში დიდი ხანია არის ქართული ხალხის მხარდამჭერი და ის არის მეგობარი აქტის ინიციატორი და ავტორი. ამიტომ ეს მხარდაჭერა გამოხატული პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან და ახალი ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მისთვის არის უზარმაზარი კაპიტალი, რომელსაც ის დარწმუნებული ვარ, გამოიყენებს იმ ღირებულებების მხარდასაჭერად, რომელსაც მთელი თავის საქმიანობის პერიოდში ახორციელებდა და აქ ცხადია შედის ქართული ხალხის ბრძოლის მხარდაჭერა, რომლისთვისაც დააინიცირა მან სწორედ მეგობარი აქტი და ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით სწორედ რომ დაიწყება ეს პროცესი და ამ აქტს ასევე ვიცით რომ აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ეხლა რაც შეეხება კომენტარს, რომელიც თქვენ მოისმინეთ, დიახ, ნამდვილად ასე არის. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ და მოვისმინეთ საჯარო განცხადება, რომ პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტები არის ამერიკა და იყოს უფრო დაცული და უფრო ძლიერი. და კი ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რასაც აკეთებენ ის ქვეყნები, რომლებიც მოიაზრებოდნენ აქამდე ოფიციალურადაც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებად და ისიც რომ საქართველო იყო სტრატეგიული პარტნიორი და ეს საკითხი გააფუჭა და წყალს გაატანა ამ წლების განმავლობაში უზარმაზარი ორმხრივი შრომა ჩადებული ქართული მხრიდან და ჩადებული ამერიკული მხრიდან რუსულმა ქართულმა ოცნებამ. და დავსვათ კითხვა. არის ამერიკის უსაფრთხოებისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის სასარგებლო თუ საზიანო, როდესაც ქვეყანა, რომელსაც მან სტრატეგიული პარტნიორობის ხელი გაუწოდა და ქვეყანა, რომელსაც წლების განმავლობაში უზარმაზარი პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ფინანსური რესურსით აძლიერებდა, რომ ის შემდგარიყო როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, მისი წარმომადგენლები, რომლის ლეგიტიმაციასაც არავინ აღიარებს დღეს, მაგრამ ისინი არიან de facto წარმომადგენლები, დგანან ამერიკის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ირანში, მაგალითად, სადაც ისმის ღიად შეძახილების სიკვდილი ამერიკას. აი ამას რომ ნახავს პრეზიდენტი ტრამპი. ის ჩათვლის, რომ აი ეს რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოში ამერიკის უსაფრთხოებისთვის კარგია და აძლიერებს ამერიკის, თუნდაც ამერიკის შიდა პოლიტიკიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს. ან იმას რომ შეხედავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის და მემორანდუმები აქვს გაფორმებული ჩინეთთან საქართველოს ხელისუფლებას. აბსოლუტურად ერთი საკითხი არის ეკონომიკური კავშირები, მაგრამ აქ თქვენ გახსოვთ, რომ ამ მემორანდუმის ტექსტში მაგალითად ეწერა, რომ საქართველოს პარლამენტმა და ჩინეთის პარლამენტმა გამოცდილებები უნდა გაცვალოს და ითანამშრომლოს. აი ამ მემორანდუმის ტექსტს რომ შეხედავს და ნახავს იქ რა ტიპის, რა ხარისხში არის აყვანილი ჩინეთთან ურთიერთობები. ეს ამერიკის თუნდაც შიდა პოლიტიკის პერსპექტივიდან და უსაფრთხოების პერსპექტივიდან ეს იქნება მოწონებული და მხარდაჭერილი და ამას ვინმე მარტივად გაატარებს. ამიტომ ის ზღაპარი, რომელსაც ოცნება ცდილობს, რომ მიასაღოს ჯერ კიდევ თავის მხარდამჭერებს, ვინც დარჩა და კიდევ აი ეს შეინარჩუნოს რაღაცა ტიპის ბუნდოვანება, ამ დღემაც რიშის მხარდაჭერამაც გამოაჩინა, რომ ქართული ოცნების მხრიდან არის აბსოლუტურად არასწორი გათვლა და სრული ტყუილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ერთდროულად შეუძლებელია ვინმე იყოს ირანის, ჩინეთის და რუსეთის მეგობარი და ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატების მეგობარი. ეს საფუძველზე ლაპარაკობს. ბუნებაში შეუთავსებელია.
ანუ ქართული ოცნება არის გადატვირთვის მსურველი. დიახ, კი ბატონო, დაასრულეთ. ხო, გადატვირთვის მსურველი კი არ არის, ადვე თვითონ ამას გადატვირთვას არქმევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს იცით რა არის, რომ ესე იგი წლების განმავლობაში მოურიდებლად აგინებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ამ ქვეყანაში. თავს ესხმოდნენ სენატორებს, კონგრესმენებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრალებდნენ ამ ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს. რაღაც ბოდოაში არიან გლობალური რაღაც ძალების შესახებ და უნდათ ეხლა რომ ეს ყველაფერი იყოს დავიწყებული. ასევე მათ უნდათ რომ დავიწყებო ისევე როგორც უნდათ რომ საქართველოში ჩვენ აქ დავივიწყოთ მიტაცებული არჩევნები, დავივიწყოთ გაყალბებული სასამართლო ოქმები და ყალბი ჩვენებები, დავივიწყოთ ჩვენი თანამოქალაქეების სახის ძვლების მტვრევა და უცებ თქვათ რომ იცით ეს არაფერი არ მომხდარა და მოდით დავიწყოთ თავიდან. ასე არ ხდება. ასე არ ხდება არც ადამიანურ ურთიერთობებში, ასე არ ხდება არც პოლიტიკაში. ასე საზოგადოება არ იქცევა. საზოგადოება ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს მყარი ღირებულებები, შენ გაქვს შენი ეროვნული ამოცანები და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ეროვნული ამოცანა არის ის, რომ ეს ქვეყანა გახდეს ყველაზე უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად მდიდარი გაერთიანების წევრი და როდესაც მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას მკაფიოდ აქვს ნათქვამი რომ მისი სურვილი არის ეს, ამ დროს რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? ჩაშალა ის უზარმაზარი ისტორიული პროცესი, რომლის ალბათობა თუ ოდესმე ახლოს ყოფილა საქართველო აი ამ თავის ისტორიულ ამოცანასთან, რომ როგორც სახელმწიფო, არა როგორც ერი და საზოგადოება რომელიც ვართ, როგორც სახელმწიფო, როგორც თანამედროვე სახელმწიფო გავხდარიყავით აი ამ ოჯახის წევრი და დაუბრუნებულიყავით იქ, როგორც ისე მიწვეული სტუმარი კი არა, მაგიდასთან მსხდომი სრულუფლებიანი წევრი, რომელსაც გავლენა გაქვს მთელი კავშირის გადაწყვეტილებებზე. ეს წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს საქართველოსთვის და რას ნიშნავს ის, რომ საქართველოს ისევე როგორც მაგალითად გერმანიას ერთი ხმა ექნება იმ მაგიდასთან, ისევე როგორც საფრანგეთს ერთი ხმა ექნება იმ მაგიდასთან და გადაწყვეტილებებში ჩავერთვებით. ეს რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის? იმას ნიშნავს, რომ ქართველი დედები, ქართველი დები და ქართველი ბებიები მუდმივად დამლაგებლებად კი აღარ ივლიან ევროკავშირის ქვეყნებში. იქ ივლიან მათი შვილები სრულუფლებიან მოქალაქეებად, ევროკავშირის მოქალაქის პასპორტით აღჭურვილები და თანაბრები ვიქნებით, მოსამსახურეები კი არ ვიქნებით, რისთვისაც ასევე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს შრომითი ბაზარი არსებობდა ამ წლების განმავლობაში და ამ ადამიანებს თავისი ძალიან მძიმე, წესიერი შრომით აქ ოჯახების რჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ეს რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც აქაური ხელისუფლება ვერ ქმნიდა აქ ადამიანების დასაქმების შესაძლებლობას, ეს ალტერნატივა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ ხო გვინდა რომ წინ წავიდეთ, თუ სულ მოსამსახურეებად გვინდა რომ ვიყოთ? ანა, არ გვინდა და რომ თქვენ რა სურათზეც გვინდა და იქ სრულუფლებიანი წევრობა. თქვენ რა სურათზეც საუბრობთ ეხლა დავსვათ კითხვა, ანა. რა კითხვა? დიახ, ეხლა დავსვათ კითხვა. 26 ოქტომბრის შემდეგ ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა იმისთვის, რომ აი ეს დააკეთა ქართული ხალხის მხრიდან, რომ მას უნდა იმაგიდასთან იჯდეს როგორც სრულუფლებიანი გადაწყვეტილების მიმღები და არა სტუმარი, აი ამ ამოცანას დავახლოვებოდით. რამდენი ნაბიჯი გადადგა? არც ერთი. რამდენი ნაბიჯი გადადგა უკან? 100-ზე მეტი. აი ეს არის პრობლემა. ვისი ცხოვრება გახდა უკეთესი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ? არალეგიტიმურ დეპუტატებს და მათ კოლოსალურად გაზრდილ ხელფასებს არ გულისხმობ. ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის, პედაგოგის, ექიმის, თუნდაც პოლიციელის, რომელსაც დაარბენირებენ სამარცხვინო და დანაშაულებრივი დავალებების შესასრულებლად. ვინმეს ცხოვრება უკეთესი გახდა ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ? და რომ არ გახდა, ამიტომ ჭირდებათ მაგ ზღაპრების მოგონება, რომ რაღაცა გლობალურ ძალებს ებრძვიან, გლობალურ ძალებს ებრძვიან კი არა, გზა ვერ გაუწმენდიათ, თაული ვერ გაუტანიათ და ნაგავი ვერ გაუტანიათ მუნიციპალური ცენტრებიდან. და
ისეთი მარტივი პრობლემები ვერ მოუგვარებიათ, როგორც ავიცი, თითქოს ჩამოსათვლელია, უამრავია. მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ვერ მოაგვარეს მრავალი წელია. დასუფთავების პრობლემა ვერ მოაგვარეს, გზის პრობლემა ვერ მოაგვარეს და წყლის პრობლემა ვერ მოაგვარეს. ეგენი მხოლოდ რაღაც გლობალურ საოცრებებთან არიან მაგრები, თორე აი ყოველდღიური პრობლემები, რომლებსაც გაწევალებული ამ ქვეყნის ასობით და ათასობით მოქალაქე, აი ამას ვერ აგვარებენ და ამას რომ ვერ აგვარებენ, ამიტომ ჭირდებათ მე ამ ზღაპრების გამოგონება რაღაც გლობალურ ბუებზე. არის რეალობა. ანა, მხოლოდ ფაქტებიდან რომ ამოვიდეთ ახლა ამერიკის საკითხზე, რომელიც ხადია ქართული ოცნებისთვისაც ძალიან მაღალი მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ ეს მოლოდინიც მათ შექმნეს სწორედ ხო, რომ აი რაღაც მოვა ახალი ადმინისტრაცია, ყველაფერი დაალაგდება თავის ადგილზე. შემდეგ ნახეთ დასაწყისში რა ტიპის კომენტარებს აკეთებდნენ Deep State-ზე და ბოლოსკენ უკვე იმაზეა ლაპარაკი, რომ აი თუ მოხერხდება Deep State-ის დამარცხება, მაშინ ყველაფერი ეს ფაზლი დაალაგდება, ხო? ფაქტია რომ 27 მარტს არის დაანონსებული მეგობარი აქტის განხილვა. ფაქტი არის ის, რომ ივანიშვილმა გაუშვა გარკვეული სიგნალები, რომ მზად არის ილაპარაკოს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ ჯერ კიდევ საჭიროა, რომ კიდევ უფრო ნათელი მოეფინოს ამ პროცესს. აი ამ სურათზე რისი თქმა შეგიძლიათ, აი ვითარებას როგორც აღწერს ქართული ოცნება, რომ ისინი არსებული ქვეყნის ინტერესიდან ამოდიან. ნუ ყველას აქვს თავის ინტერესია, მაგრამ ჩვენსას ვიცავთ და ჩვენზე როდესაც ლაპარაკობენ, იცით რომ ტოლობის ნიშანს სვამენ საქართველოს ინტერესთან. მათ შორის იმ რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც არის ახლა რეგიონში და ზოგადადაც. აი ამ რიტორიკაზე ძირის გამოთხრა რა არგუმენტით არის შესაძლებელი და თქვენი მხრიდან კონკრეტულად რაზე იწევა სამუშაო აი ამ მიმართულებით? ანა, პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ძირის გამოთხრას არაფრისთვის არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა არის ავაშენოთ ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების და არგუმენტების გამოთვლას გულისხმობ. და რომ ვხედავდე, რომ ამ ქვეყანაში ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც მართლა ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს, გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემი დაწყებული, ძალიან ბევრი ადამიანი, მთელი ეს პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ და უამრავი სხვა ადამიანი, ამ ასეთი რომ ყოფილიყო ეს ხელისუფლება გვერდით მიუდგებოდა და ეტყოდა, რომ რით დაგეხმა, რომ მეც აქ ვარ. ნეტავი კი იყოს დღეს საქართველოს სათავეში ისეთი ხალხი, რომელსაც ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს და არა საკუთარი კორუფციული ინტერესები, რომ როგორმე მეტი მოიპაროს, მე ამ მოპარული ფულით შვილების საზღვარგარეთ გაუშვას, სხვათა შორის იგივე ევროპასა და ამერიკაში და იქ გადამალოს თავისი ქონება, ოფშორებიდან არალეგიტიმური ფულის გასათეთრებლად არ გადააქციოს ეს ქვეყანა. ჩვენ დიახ, სწორედ ფაქტებზე დაყრდნობით ვამბობთ ამას. და ეს არგუმენტები მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმით. ეხლა მე რამდენიც არ უნდა ვესაუბრო, მათ ადამიანი გამოაღებს საკუთარ სახლში, მათ სივარს და დაინახავს 26 ოქტომბრის, არც 26 ოქტომბრამდე გაუკეთებიათ რამე დიდი ეკონომიკური რეფორმა და არც 26 ოქტომბრის შემდეგ არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პატიოსან მშრომელ ადამიანს ხვალინდელი დღის შიში და იმის შიში მაგიდაზე შვილებს პური როგორ მიუტანოს საღამოს, ამის შიში გაქრობოდა. არაფერი არ გაუკეთებიათ. პირიქით, ჩვენ ვხედავთ უკიდურესად დაზიანებულ რეპუტაციას ქვეყნისას. იმიტომ რომ ქვეყანაში რომლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია არ აღიარა არც ერთმა ცივილიზებულმა დემოკრატიულმა ქვეყანამ და არ გააკეთა შესაბამისი თუნდაც პროტოკოლური მილოცვები, აქ რა თქმა უნდა რომ ძალიან მძიმე დარტყმა ადგება არა მხოლოდ პოლიტიკურ სიტუაციას, არამედ ეკონომიკას, ინვესტიციებს. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შეხვედრები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და ძალიან კარგად ვიცი რამხელა დარტყმის წინაშე დადგა ტურიზმის სფერო და ბევრი სხვა სფერო, რომლებიც გადასახადის გადამხდელი და დოულათის შემქმნელები არიან ამ ქვეყანაში. მართლა ვინმე სხვა არ გონია რომ კობახიძე ავსებს ბიუჯეტს. ბიუჯეტს ავსებენ აი ეს ადამიანები, რომლებსაც დღეს უკიდურესი მძიმე მდგომარეობა შეუქმნა რუსულმა ქართულმა ოცნებამ სწორედ გააზრებულად, იმიტომ რომ მას უნდა რომ ეს ქვეყანა დაცალოს საქართველოს მოქალაქეებისგან და მე გახადოს ის სრულად რუსეთის საპარპაშო არეალი. ამიტომ ეს არის ძალიან ნათელი საკითხი, რომელიც მოქალაქეები სულ უფრო და უფრო ნათლად ხედავენ, რომ
სიკეთე და უკეთესობა მოქალაქეებისთვის არ დგება ოცნების პირობებში. დიდი მადლობა. დგება ოლიგარქისთვის და მისი ოლიგარქიული წრისთვის. ამიტომ არის, რომ ამდენი ხანია პროტესტი არ გაჩერებულა, არც გაჩერდება ის უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაში არის და მოთხოვნები რჩება უცვლელი. ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. დიდი მადლობა ანა დაგემშვიდობების